بسم الله والصلاة والسلام على رسول الله وعلى آله وأصحابه ومن تبعهم بإحسان إلى يوم الدين. رب اشرح لي صدري ويسر لي أمري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي. اللهم ثبتنا عند موتنا بلا إله إلا الله. اللهم اجعلنا من الذين آمنوا وعملوا الصالحات وتواصوا بالحق وتواصوا بالصبر. آمين يا رب العالمين. السلام عليكم ورحمة الله. ეს ვარდნებო 51 თავზე 327 ჰადისი. თავს ქვია ბაბუ ფიმან იუსალი სალათა ლიღეირი მიყატიჰა. თავს რომელიც ეხება იმას, ვინც ლოცვობს ლოცვას არა თავის დროზე. ხანდახან შეიძლება ძმებს შეკითხვა აქვთ. ხო, მაგრამ ხო ბევრი ჰადისებია მოსწული, რომელიც ვინც არ ლოცვობს თავის დროზე. რატო ხანდახან ჩვენ ვკითხულობთ? ძალიან ცოტა ჰადისები, შეიძლება ერთი ჰადისია თავში, შეიძლება 2-3 ჰადისია. გავასინებს მებისთვის, რომ ეს წიგნი არის ზავაიდების წიგნი. ეს არის ჰადისები, რომელიც გავს სახე ბუხარს და მუსლიმს და აქ არის რამოდენიმე ციტატა შუამავალი სალალალაჰუ რომელიც არ არის ბუხარში და მუსლიმში. მაგიტომ შეიძლება მაგალითად იყოს რაღაც ბაბუ ზიქრ სიტყვაზე, ზიქრის თავი, მაგრამ მოსული ამ წიგნში ცოტა რამოდენიმე ჰადისი. მაგრამ ბუხარი და მუსლიმში რო გახსნათ, იქ შეიძლება იყოს უამრავი ჰადისი მოსული ზიქრებზე. ამიტომ ვთქვი რომ ძმებს შევახსენოთ რა წიგნი არის ეს. კარგით. عن عمرو بن ميمونة الأودي قال قدم علينا معاذ بن جبل اليمن. معاذ بن جبل مويدا وشوينتانو يمن شيوخه بعثه رسول الله صلى الله عليه وسلم إلينا. شما صلى الله عليه وسلم شوينتان قاموا معاذ بن جبل. فسمعت تكبيره مع الفجر. ميسي تكبيري قويجيو عن تكبيرة الفجر عن لطفيس دينيس لطفيقو فجر تكبيري ميسا دا قويجيو ميسي تكبيريو. رجل أجش الصوت. კაცი რომელსაც ჰქონდა დაბალი და ცოტა უხეში ხმა, მუაზ ბინ ჯაბალს ლაპარაკობს. فألقيت عليه محبتي და ჩემ გულში იყო ჩადებულიო მის მიმართ სიყვარული. როგორ ჰადისია მოხსენ თუ გახსოვს მე რომ თუ ალლას უყავს ვიღაცა მორჩილი, ალლას აგროვებს ანგელოზებს, ეუბნება მაგათ რომ ასეთი ადამიანი შემიყვარდეს, თქვენ შეიყვარეთ და ბოლოს ეს ჩამოდის, ეს სიყვარული უკვე ჩამოდის და დუნიაზე ჩამოდის. და თქვა რომ ჩემ გულში იყო ჩადებული მის მიმართო სიყვარულიო. فما فارقته حتى دفنته بالشام. და მაგას არ მოვშორდიო, ყოველთვის მაგასთან ერთად ვიყავიო, სანამ არ დავგზავნეთო შამში. და ნახეთ, ეს არის აჰლულ ილმის ადათი. თუ ხედავ ვიღაცას აქვს ცოდნა, ვიღაცა არის ცოდნიანი ხალხი, ყოველთვის ცდილობენ რომ მაგასთან ერთად იყვნენ. ნახე რა თქვა معاذ بن جبل حتى دفنته بالشام. სანამ არ დავგზავნე, სანამ არ გარდაიცვალა, ყოველთვის მაგასთან ერთად ვიყავიო. ثم نظرت الى افقه الناس بعده. მე ნახე რა თქვა, მაგის მერე უკვე დავიწყე ძებნა, ვინ არის უფრო ცოდნი ადამიანი მის მერეო. ადამიანი ნახეთ მოკვდა ერთი მისი ალიმი, რომელსაც ყოველთვის მაგასთან იყო, ცოდნას იღებდა, არ გაჩერდა მაგაზე. გააგზავნა, ეხლა ეძებს კიდე ვინ არის? معاذ بن جبل-ის მერე ვინ იყო უფრო მცოდნე? فاتيت ابن مسعود. და ვიპოვიო იბნ მასუდან, მივედი მაგასთანო, იბნ მასუდთან. فالتزمته حتى مات. და ეხა მაგასთან ერთად ვიყავიო, სანამ ის არ გადაიცვალა. ეს არის აჰლულ ილმის ადათი. მეორე ალიმი ნახა, უკვე მთელი ცხოვრება მაგასთან გადაარა, სანამ ის არ გადაიცვალა. فقال لي და იბნ მასუდმა მე მითხრაო. قال رسول الله صلى الله عليه وسلم كيف بكم اذا امر عليكم امراء يصلون صلاه لغير ميقاتها. როგორ იქნებით თქვენო? ან რას ფიქრობთ რომ თქვენ იმაზეო, თუ თქვენი მმართველები იქნებიან ისინი, ვინც ილოცებენ ლოცვას არა თავის დროზე. ჩვენ რა ვთქვით ძმებო, მაგალითად და მართლა ისტორიაში ეგრე მოხდა ძმებო, რომ ხულაფაუ რაშიდინების მერე, აბუ ბაკრ, ომარ, ალის და ოსმანის მერე და მუავიას მერე იყო ზოგიერთი ხალიფა, რომელიც ლოცულობდა ასრს გვიან. ერთ-ერთი ლოცვა როდის არის ძმებო? ასრის ლოცვა გვიან როდის არის? როცა ასრის ლოცვა მივიდა იმ დონემდე რომ მზე ხდება წითელი. ამ მზეს ჰორიზონტი ხდება წითელი. ეს არის დრო, რომელიც აკრძალვიო მაგაში ლოცვა. და იყო ხულაფაუ რაშიდები, მუავიას მერე იყო ხალიფები, ვინც ლოცულობდა მაგ დროს. და უთხრა პეღამბარ სალალალაჰუ იბნ მასუდ უთხრა რომ ყულთუ فما تأمرني اذا ادركني ذلك يا رسول الله. იბნ მასუდმა თქვა რომ ე რასულულაჰ, და თუ მე მივალ იმ დრომდეო, ჩვენ შევხვდებით ეგეთ დროს. რას მირჩევ, რა გავაკეთო? ყალა, მაგათ თქვა სალი სალათა ლიმიყატიჰა. შენ ილოცე ლოცვა თავის დროზე. ვაჯალ სალათაკა მააჰუმ სუბჰatan. და ლოცვა მაგათთან ერთად გახადეო როგორც ნაფილა, სასურველი ლოცვა. თუ მაგათ შორის როცა ზოგიერთი ხალიფა ეგ რაკეთებდა, აუცილებელია მას ლოცვა თავის დროზე. ლოცულობდნენ სახში, მე მაგათ ნახე ჯამაათ ლოცვას. მეჩეთში მაინც არ ტოვებდნენ,
ტაბიინები მაინც მიდიოდნენ და ჯამაათში ლოცულებენ. 42 ჰადისი ბაბ ფიმან აუ ამა ყავმან ვაჰუმ ლაჰუ ქარიჰუნ. თავი რომელსაც ქვია თავი რომ ადამიანი არის იმამი და ხალხს არ უყვარს ეგეთი იმამი. მაგრამ ეს თავი არ არის მოსული ზავაიდების შარტზე ზმებო, ამიტომ ამ თავს გამოვტოვებთ. 53 ჰადისი ბაბულ ფათჰი ალალ იმამ. თავი რომელიც ეხება დახმარება იმამისთვის. ან მუსავვირ ბინ იაზიდ. მაგან თქვა შაჰიდუ რასულულლაჰი სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამ ყარაა ფი სალა. ერთხელ მე შუმავალთან სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამ ვნახე რომ ლოცულობდა ფათააბა ფი აიათინ და მაგას შეეშალა ერთი აიათი. ფაყალა რაჯულუნ და ერთ-ერთმა მამაკაცმა თქვა ია რასულულლაჰ ინნაკა თარაკთა აია. ე ალლაჰის შუმავალო, შენ დატოვე ერთი აიათი დატოვეო. და შუმავალ სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამ თქვა فحل أذكرتنيها دراتم أرشي مخسنيو قال ما قد قالوا صحابة مرم ظننت أنها نسخت ميميغونا روم إس آياتي يخو أنو وكي أنو رغوت كارتوات أنو أسوي تشفيري مان ماجيس حكمي وكي دكارغوليا أنو دكارغوليا نقول كا شكرو نسخت نسخ شتسولية خو شتسولية قال فإنها لم تنسخ شما صلى الله عليه وسلم تقول چشمارید اس آیاتی آریخو انو نسخی ماگاس آراکندا آریس آیاتی زمبو سالس اوزناس الله قرآنش اینزاخیس روم سنقرئ وكل فلا تنسى چون تاگی خو شن آیات شن تویسو داشین ارداگاویسنباو როგორ ეხლა ეს აიათი და ეს ჰადისი ერთმანეთ ჩვენ დავაკავშიროთ ამ ჰადისში არის ნახსენები რომ შუმა მასალასალამ აერია ლოცვაში ერთი აიათი ანუ შეეშალა აიათი. ყურანში კი წერია რომ შენ ანუ დაგიკითხავთო, ყურანი მოვა შენთან, მაგრამ არ დაგავიწყდება. ალიმი თქვის რომ არ დაგავიწყდება ყურანის გადაცემა. შუმამასალამ არ დაგავიწყდება ყურანის გადაცემა სხვებისთვის. ასევე ალიმები თქვის რომ ეს არის ალაჰის ჰიკმათი მოხდა ეგ ლოცვაში რომ ხალხს ცოდნოდა რა უნდა გააკეთოს ლოცვის დროს, თუ იმამ შეეშლება რაღაცა ლოცვაში. 329 ჰადისი ან აბდილა ბინ უმარ მაგან თქვა أن النبي صلى الله عليه وسلم صلى صلاة وشمام صلى الله عليه وسلم إتي لصوي لصا فالتبس عليه ده شيء شلا رغس مع لصوشي فلما فرغ قال لأبي درس كان توي سبتا أبي سدخرا شهدت معنا شن إتتي قوي عن لصوشي قال نعم معك كي فما منعك أن تفتحها علي دارم شيء شلا شن روم أنو شيء استروبينا كمي شستما عن لصويز درس ასევე სუნნათში არის ძმებო რომ როცა იმამი ლოცულობს იმამის უკან დადგი ისეთი ხალხი ვინც უფრო კარგად იცის ხიფსი ყურანის ვინც შეიძლება დაეხმაროს იმამს შეცდომის დროს მაგალითად ვინც იყო უმრაზე ვინც იყო მედინაში ან ჰარამში შეიძლება ნახოს რომ იმამის უკან ყოველთვის დგას რამოდენიმე პიროვნება ყოველთვის მის უკან ისინი არ არიან იმამები მაგათ არ აყენებენ იმამებას შეიძლება იმის გამო რომ ცუდი ხმა აქვს რაღაცა მაგრამ როცა იმამი აკეთებს შეცდომას ის სამი კაცი მაგათ უკან ეგრევე ასწორებს იმ იმამს და ეს არის სუნნათი ზმებო ეს არის სუნნათი ასევე ფილიპინებში თუ ან ფილიპინებში ან ინდონეზიაში არის ხალხს ეგ სუნნათი გავრცელებული აქვს მაგალითად თუ ვინც იქნება მან და შევა ნებისმიერ მადრასაში ან მეჩეთში ნახავს მაგალითად როცა იყამათი არის ლოცვისთვის როცა გროვდება ერთად ხალხი პირველ რიგში მარჯვენა მარცხენა მხრიდან შევსებულია შუაში რამოდენიმე ადგილი ყოველთვის სარიელია და როცა იმამი მოდის ასევე მოდის ის ხალხი ვინც დგას იმამის უკან იმ შემთხვევაში თუ იმამი რაღაც შეცდომა იქნება გააშეასწოროს იმამი ეს არის სუნნათი ზმებო 24 თავი ბაბუ ნაჰი ან მუსაბაყათი ალ იმამ ზამ მნიშვნელოვანი თავი ზმებო და ეს თავი არის ზამ პრაქტიკული ჩვენ ცხოვრებაში ასევე ყოველთვის თავს რომელსაც ქვია აქ რძალვა რომ იმამს გაუსწრო ლოცვაში ანუ მაგალითად იმამი თქვა ალლაჰუ აკბარ წავიდა რუქოში წელში მოიხარა და ადამიანი მაგაზე წინ მივის ეს არ შეიძლება عن أبي هريرة قال أبو هريرة تقول سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول مجاويو رشمام صلى الله عليه وسلم تقول أيها الناس أي خلقه إني قد بدنت جش ما يدل من سلطتي تناشي مهماتيو فلا تسبقوني بالركوع والسجود أميتم نوجس أنو نوجش خارب دوم نمسربتو ركوعي دا سجدشي أنو دوست توزدبت ميتزازي أنو شمام صلى الله عليه وسلم إذا تروم ის ეს რაფად არ ლოცულობდა როგორც ეხლა ადრე ولكني أسبقكم მაგრამ მე უნდა თქვენ გაგასწროთ ანუ თქვენზე წინ უნდა ვიყო إنكم تدركون ما فاتتكم თქვენ კიდე შეასრულებთ იმას რასაც თქვენ გამოგჩათო ანუ იმამს არ უნდა გავასრულოთ ძმებო არასდროს და არის სუნნათი ძმებო ჰადისებში არის სხვა ჰადისებში გადმოცემულია რომ საჰაბები მიდიოდნენ
უკვე საჯდაჟე, რუქოში, იმის მერე, როცა ხედავდნენ, რომ იმამი უკვე ამთავრებდა მოძრაობას. როგორც მაგალითად იმამი რუქოში მიდიოდა, ჩერდებოდა, მაგის მერე ეგრევე საჰაბები მიდიოდნენ ეგრევე რუქოზე. ანუ ხმებს ხმაზე არა, როგორც იმამი ხო ამბობს ალლაჰუ აკბარ, ხმის დამთავრებას კი არ მიდიოდნენ საჰაბები უკვე რუქოში, ან საჯდაში და სხვა მოძრაობებში, არამედ იმის მერე, როცა იმამი ამთავრებდა მოძრაობას. შემდეგი ჰადისში შუამამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, ან იბნი მუჰაირის გადმოსცა რომ ანაჰუ სამია მუავია ალ მინბარ იყულ, მაგან დაინახა რომ გაიგო რომ მუავია როცა იყო მინბარზე ჯუმა ხუთბის დროს თქვა قال رسول الله صلى الله عليه وسلم شوما صلى الله عليه وسلم თქვა لا تسبقوني بالركوع ولا بالسجود نو მასტრებთო არს რუქუშიო არს საჯდაშიო فإني قد بدنت იმედო ჭეშმარიტად მე ცოტათი წონაში მოვიმატეო وإني مهما أسبقكم حين أركع და როცა მე თქვენ გაგასწრებთო ან თქვენზე წინ წავალო როცა მე რუქუში ვიქნებიო تدركوني به حين أرفع თქვენ გამასწრებთო ან გამასწრებთო როცა მე ავიწევიო وما أسبقكم به حين أسجد და როცა თქვენზე წინ წავალო როცა მე საჯდაში წავალო تدركوني به حين أرفع თქვენ გამასწრებთო რომ როცა სანამ მე როცა მე ავიწევიო მაღლაო შემდეგი ჰადისში ბაბუ მა ჯაა ფი საфი ლის-სალა თავი რომელიც ეხება ლოცვას პირველ რიგებში აბუ ჰურაირამ გადმოსცა რომ შუამამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა აჰსინუ იყამათი საфი ფი-სალა გაასწოროითო ან კარგი გააკეთეთო პირველი რიგიო ლოცვაშიო ვა ხეირუ სუფუფილ ყაუმი ფი-სალათი ავალუჰა და საუკეთესო რიგი ხალხისთვის ანუ იგულისხმება მამაკაცებისთვის არის პირველი რიგიო ვაშარუჰა ახირუჰა და ყველაზე ცუდი რიგი კაცებისთვის არის ბოლო რიგიო ვახეირუ სუფუფი ნისაი ფი-სალათი ახირუჰა და ყველაზე საუკეთესო რიგი ქალებისთვის არის ბოლო რიგიო ვაშარუჰა ავალუჰა და ყველაზე პირველი და ყველაზე ცუდი ქალებისთვის არის პირველი რიგიო ამიტომ გიქვი ზოგიერთი მამაკაცების რომელიცაც ნიათი აქვს ჯუმაზე მოდიან და ნიათი აქვს რომ ბოლო რიგებში ილოცონ რომ უსფად გამოვიდნენ ჯუმის მერე როგორც იმამი აზლევს სალამს ეგრევე გარბიან ჯუმის მერე ეს არის მე ალლაჰის წინაშე ყველაზე ცუდი ადგილი მამაკაცებისთვის და ყველაზე კაი ადგილი ქალებისთვის არის სად ბოლო რიგი ადრეს მე შუმაური სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ დროს არ იყო ასე როგორც ჩვენ დროს მეორე საფრთხილი ქალებისთვის ცალკე გაყოფილი ადგილი ქალებით ეგრე არ იყო როგორ იყო ქალების მაგ დროს შუმაური სალალლაჰუ დროს მეჩეთი ხო იყო ეს არის მეჩეთი სიტყვაზე ხო აქედან არის შესასვლელი კაცებისთვის აქედან არის შესასვლელი კაცებისთვის აქედან ქვევიდან იყო შესასვლელი ქალებისთვის და როგორ გროვდებოდნენ ჯერ პირველი რიგები იფსებოდა კაცებისთვის ქალების მხრიდან კიდე ბოლოდან იწყებდნენ ეგ იყო სუნნათი ძმებო და როცა ამთავრებდნენ ჯუმას ქალები საერთოდ ხალხი სანამ ფეგმარ სალასრამ ზიქრებს გაკეთებდა საჰაბებთან ზიქრებს გაკეთებდა ქალები უკვე მეჩეთიდან გადიოდნენ და როგორც კი უკვე თვითონ დამთავრებდნენ ზიქრებს ქალებიც არჩებოდათ მეჩეთში და მერე მიდიოდნენ ისინი ეს არის სუნნათი რა ლამაზია ძმებო სუნნათი შემდეგი ჰადისში 333 ჰადისი ანაბი საიდ ალ-ხუდრი მაგან თქვა რომ შუამამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ხაირუ სუფუფი რიჯალი ალ-მუყადდამ საუკეთესო რიგები კაცებისთვის არის წინა რიგები ვა შარრუ სუფუფი რიჯალი ალ-მუახარ და ყველაზე ცუდი რიგები კაცებისთვის არის ბოლო რიგებიო ვა შარრუ სუფუფი ნისაი ალ-მუყადდამ და ყველაზე ცუდი რიგები ქალებისთვის არის წინა რიგებიო ია მაშარა ნისა ე ქალებო პეღამბარ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ქალებს იდა საჯადა რიჯალ როცა კაცები მიდიან საჯდაზეო ფახფიდნა აბსარაკუნნა თქვენი თვალები ქვევით ჩაწიეთო ან ავრათი არ-რიჯალ ანუ კაცების რომ ავრათი არ გამოჩნდესო ფაყულთუ ალი აბდილა ბინ აბი ბაკრ საჰაბა როგორც გაიგო ეს ჰადისი თქვა მე ვუთხარიო აბდილა ბინ აბი ბაკრს მა يعني بذلك რა იგულისხმება ამით შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ და მაგან თქვა დიხულ უზურ ანუ საჰაბები იმდენად ღაზაკები იყვნენ რომ მაგალითად ტანსასმელი ხანდახან ეცვათ მარტო ერთი ტანსასმელი და ეგ ხანდახან ყოფილიყო მოკლე და ხანდახან შეიძლება ავრათი გამოჩნდებოდა ან ფეხი ან მუხლი და ასე შემდეგ ლოცვის დროსაც ამიტომ შუქრეს მე ვურო ალლაჰმა ჩვენ გვარდოს ეგეთ ტანსასმელს მერე იძახის და აგზელებს რომ ანუ ხო მაგაზე ეს ჰადისი დამთავრდა შემდეგ ჰადისში კანა რასულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იატინა შუამავა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ჩვენთან მოდიოდა ფაიამსუჰუ ავატიყანა ვასუდურონა და ანუ ჩვენ კისრებზე მოკვიდებოდა ხანდახან და ჩვენ მკერდებზე ანუ ასწორებდა ძმებს ასწორებდა რიგებს
ეს არის იმამის ასევე სუნნათი. იმამი ვინც არის, უნდა შეხედოს, ვინც არის მაგას უკან, მაგათ რიგებს. და კაია თუ მივა ხანდახან გაასწორებს, ხედით პრობლემა არა ეს. და თქვა შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამა ლა თახტალიფა სუფუფაკუმ თქვენი რიგები არ იყოს დაბნეულიო ფათახტალიფა ყულუბაკუმ რომ თქვენი გულები არ იყოს ასევე გაყოფილი. ახლა ნახეთ ძმებო, როგორ მოქმედებს ადამიანის ლოცვა, ადამიანის რიგები როგორ მოქმედებს მაგათ ძმობაზე. შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ ამ ჰადისში ჩვენ გვაჩვენებს რას, რომ თუ ადამიანის მორწმუნეების რიგები არის კარგი ხო, მაგათი ძმობა, მაგათი გულების ასევე იქნება რა ერთად. და მე თქვა შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამა ინა ალლაჰა ვა მალაიკათაჰუ იუსალლუნა ალა საფილ ავვალი. ეს არის ძალიან დიდი ღირსეული ადგილი იმ ხალხისთვის, ვინც არის პირველ რიგში. შუმამა სალლალაჰუ რა თქვა, ჭეშმარიტ ალლაჰი დალოცავს იმ ხალხს და ანგელოზები აკეთებენ დუას იმ ხალხისთვის, მამაკაცებისთვის, ვინც არიან პირველ რიგში. ნახეთ მე ხშირად ნახოთ აიათებში, ასევე ჰადისებში. ინა ალლაჰა ვა მალაიკათაჰუ იუსალლუნა ალა ნაბი და ასე შემდეგ. ეს ჰადისები. როგორ თქვათ ეს? ინა ალლაჰა როცა ალლაჰს ესაუბარი, ეს ნიშნავს, რომ ალლაჰი აკეთებს რა ლოცავს ადამიანს და ასე შემდეგ. რა შეეხება ანგელოზებს ამ აიათებში და ამ ჰადისებში, აქ იგულისხმება რა დუას აკეთებენ ანგელოზები ხალხისთვის. ეს არის არაბული ენის ერთ-ერთი სიმდიდრე რა არის, მეგო, როცა ჩვენ მედინაში ვიყავით, ერთმა შეიხმა გითხრა, რომ არაბულ ენაში შეიძლება ეს სიტყვას შეიძლება გქონდეს 70 მნიშვნელობა. ეს სიტყვა შეიძლება გქონდეს 70 მნიშვნელობა. შემდეგ ჰადისში ანას გამოსცა, რომ რასულულლაჰ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ყალა რასუ სუფუფაკუმ მჭიდროდ დახურეთ თქვენი რიგებიო ვაყარიბუ ბეინაჰუმა და ახლოს გააკეთეთო თქვენი რიგებიო. როგორ ახლოს მეგო, რომ რიგების შორის არ იყოს ძალიან დიდი მანძილი. მეტრ ნახევარი 2 მეტრ არა ესაჭირო. დღეს მაგალითად ხამდე ხა ხშირად ჯუმაზე როცა ვგორდებით, იმამები ვიზახიან, რომ მიუახლოვდით ერთმანეთს, რომ გარეთ ხალხი როცა არის, ვერ შედიან მიში და მიუახლოვდითო. ეგ ეს სუნნათის მეგო. ერთმანეთს, რიგების ლოცვაში უნდა იყოს ახლოს. ვაჰადუ ალ-აქტაფ და გაასწორეთ თქვენი მხრებიო. ასევე ძმებო, სუნნათიდან რა არის, რომ მორწმუნე როცა დგას იმამის ლოცვა უკან, მაგათი მხრები შეეხოს ერთმანეთს. მაგათი მხრები და კოჭები შეეხოს ერთმანეთს. მაგაზე ჰადისის მოვა. فالذي نفسي بيده إني لا رأى الشيطان يدخل من خلال الصف. იმიტომ მე ვფიცავა, ვისი ხელს შარეთ ჩემი სული, ალლაჰი ვფიცავა, რომ შეიტანი შედისო ამ რიგების შორის შედისო. كأنها الحدث. თითქოს პატარა მწვარია. ისე შედის ამ რიგებშიო. შემდეგ ჰადისში ანასმა გადმოსცა, რომ შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, ათიმუ საფალ მუყადდამ გაასწორეთო პირველი რიგიო. فإن كان نقص فليكن في المؤخر. და თუ იქნება პირველ რიგში რაღაც დანაკლისი, ცარიელი იქნება, უკან ადგილიდან ხალხი მივიდეს, რომ შეავსოს ის ადგილი. და თუ უკან იქნება ცარიელი, სულ ბოლო რიგი მაგას შეავსებსო. ასევე ეს არის სუნნათი, როცა არის პირველი ადგილი ძმებო, შენს წინ არის ადგილი ცარიელი, უნდა შეეცადო, რომ წახვიდე წინ და შენ შეავსო ის ადგილი. და ასევე საჰაბები ძმებო არაძლევდნენ სხვა თუ მაგათ ქონდა საშუალება წინ და წასულიყონ და დადნენ იმ ადგილებში, ისინი მიდიოდნენ და ავსებდნენ იმ ცარიელ ადგილებს, რომლებიც იყო მაგათ წინ და სხვას არ აგზავნიდნენ, როგორც დღეს ჩვენ ერთმანეთს მოგითებთ. ეს არის აჯის დაკარგვა. რატომ? ყველაზე საუკეთესო მამაკაცები არიან ის, ვინც არის წინ არიან. და ყველაზე ცუდი არიან ვინ? რომლებიც არიან უკან. აიშა გადმოსცა შემდეგ ჰადისში, რომ შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, ინა ალლაჰა ვა მალაიკათაჰუ იუსალლუნა ალა ალლაზინა იუსალლუნა as-სუფუფ. ჭეშმარიტად ალლაჰი დალოცავს ეგეთ ხალხს და ანგელოზები უკეთებენ დუას იმ ხალხს, ვინც ლოცულობენ რიგებში და აბავენ რიგებს. აბავენ რა არის ძმებო? უკავშირებენ მხრებს და ფეხებს ერთმანეთს. უკავშირებენ. დღეს ალჰამდულილlah ჩვენთან, მაგალითად პირადად ჩვენთან არის გავრცელებული სუნნათი, ალჰამდულილlah მივეჩვით, რომ ფეხებთან უნდა მივადოთ. ეს კაი ალჰამდულილlah. მაგრამ როგორც ხედავთ ჩვენ არ ვართ მიშვეული რას, მხარი მხართან. რატო ხდება ეგ ძმებო? რატო ვერ ვასწავლეთ ჩვენ ამ სუნნათს? ხანდახან როცა ჩვენ ლოცულობთ, ჩვენ ფეხებს ძალიან გაშლილად ვაკეთებთ. ფეხებთან ვდებთ, მაგრამ იმის გამო რომ ფეხები არა ძალიან გაშლილი, მხრები უკვე არის რა, შორს არის ერთმანეთის შორის. ამიტომ ეს სუნნათი უნდა შევეცადოთ, რომ ეს სუნნათი რა პრაქტიკაში გამოვიყენოთ, რომ მივადოთ ერთმანეთის ჯერ მხრები და მე ფეხებსაც უკვე უფრო ადვილად
მივადებთ. ეს არის სუნნათი ძმებო. შემდეგ ჰადისში ან Irbad bin Sariya გადმოსა რომ შუმა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა მაგაზე უყებოდა რომ ანაჰუ კანა იუსალli ala as-saff al-awwal al-muqaddam thalatha შუმა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ ნახე ძმებო დუას უკეთებდა პირველ რიგს ვინც იყო მამაკაცებისთვის მაგათვის დუას უკეთებდა სამჯერ وعلى الثاني واحدا და ვინც იყო მეორე რიგში ერთხელ წარმოვიდგინე რომ შენთვის შუმა სალლალაჰუ ალეიჰი აკეთებს დუას ის დუა რომელიც იყო ადრე დღესაც მოქმედებს ძმებო დღესაც მოქმედებს ჩვენთან ამით თუ გინდა ალლაჰის წინაშე იყო საუკეთესო მამაკაცების შორის იყავი რა პირველ რიგში ჩვენ გვაქვს კიდე რამოდენიმე სხვა ხადისები საუკეთესო მამაკაცი რომელია მაგალითად ვინიც ბევრი ხადისები გვაქვს ერთი მაგალითად საუკეთესო მამაკაცების შორის ვინაა ალლაჰის წინაშე ძმებო ვინც ახლა ხარიანია ვინც ანუ მეუღლების მიმართ არის ყველაზე კარგი და შუმავას რა თქვა მე ვარ ყველაზე თქვენზე საუკეთესო ანუ მე ჩემი ოჯახი ყველაზე საუკეთესო რა ვექცევიო აი კიდე ერთი ხადისი გვაქვს ყველაზე კარგი მამაკაცი ანუ ყველაზე ხერიანი მამაკაცი ალლაჰის წინაშე ვინ არის ვინც არის ამ პირველ რიგში ეს არის მეორე ხადისი ჩვენთვის ძმებო თუ გინდა ვიყოთ ყველაზე საუკეთესო ალლაჰის წინაშე შემდეგ ხადისი შუმავა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამა თქვა საჰაბა გადმოსცა أقبل علينا رسول الله صلى الله عليه وسلم بوجهه شمامة صلى الله عليه وسلم سخي شموتريلا شوين شوريس تتكوا أقيموا صفوفكم سامجل غايمي ورا غاستوريتو تكوني ريجيبيو والله لا تقيمن صفوفكم دا أوسلبت غاستوريتو تكوني ريجيبيو أو ليخالفن الله بين قلوبكم ან ალლაჰი გააკეთებს ეგრევე რომ თქვენ შორის თქვენ გულების შორის იქნება რა იხტილაფი იქნება ამიტომ ძალიან აუცილებელია ეს რომ რიგივი გავასწოროთ და მე თქვა ფარაიტუ რაჯულა იულზიყუ კა'ბაჰუ ბიკა'ბი საჰიბიჰი და მე ვხედავდიო ხალხსო რომ ერთ კოჩს ანუ ასე ვთქვათ აწებებდა ან ძალიან ახლოს ანუ ეხებოდა მეორე თავის მეგობრის კოჩს ვა მანკიბუჰუ ბიმანკიბი საჰიბიჰი და თავის მხარს უდებდა თავის ანუ მეზობლის მხარესო ეს არის საჰაბი როგორ აკეთებდნენ ლოცვის დროს როცა იმამებს უკან იდგნენ კოჭთან უდებდნენ და მხარი მხართან ძმებო ჩვენ მიჩვეულები ვართ რომ ხაზებს როგორ ვასწორებთ ხანდახან ძმები უყურებენ ხალიჩას ეს არასწორი არა ეს სუნნათი ხანდახან ძმები უყურებენ წინა ფეხები წინა ნაწილებს ეგაც არასწორი ძმებო ყველაზე კაი როგორც სუნნათით არის მოსული რომ თუ გინდათ რომ იყოს თქვენი საფუ თქვენი რიგები სწორი უნდა შეაერთოთ როგორ კოჭთან და მხართან ეგ არის სუნნათი ძმებო და შემდეგ ჰადისში შუმავა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა عن ابن عباس გადმოსცა რომ მან თქვა خيركم الينكم بمناكب في الصلاه ყველაზე საუკეთესო თქვენსგან არის ის ვინც არის ყველაზე რბილი როცა მხარს უდებს თავის ანუ მეზობლის ლოცვაში ასევე ძმებო ზოგიერთი ძმა როცა უერთდება თავის ძმას ლოცვაში რას აკეთებს ფეხთან ისე უდებს შეიძლება ფეხის ერგენოს თავის მეგობარს ანუ სუნნათში შესრულება უნდა პირადად მე რამდენი მომივიდა ეგეთაზე მოდი ძმა სუნნათში შესრულება უნდა ხან ფეხს დაგაბიჯდა ხან თის დაგაბიჯდა უკვე ლოცვაში შენ ფიქრები მიდის სხვაგან უკვე ლოცვაში ამიტომ სუნნათი არის ძმებო რომ ანუ რბილად შენ ძმასთან თუ გინდა შეერთება შენ ძმასთან მიდი მაგასთან და რბილად შეუერთი ლოცვაში ბაბუ ფიმან იალი ალ იმამა თავი რომელიც იხება იმას რომ ვინც დგას იმამის უკან ან ყეისმა გადმოსცა ბინ უბადა გადმოსცა بين أنا بالمدينة في المسجد في الصف المقدم قائم أصلي رسم მე ვიყავი მედინაში მეშეშიო და ვიყავი პირველ რიგშიო და ვდოცულობდიო არა მოდი ძმებო ამ ჰადის ჩვენ შემდეგ ჰადისზე შემდეგ გაგვით გავვილით ერთ ჰადისის მნიშვნელობანი გამოვჭე ერთ წუთი ძმებო აიშამ გადმოსცა რომ შუმავა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა لا يزال قوم يتخلفون عن الصف الأول ხალხი ნახეთ ძმებო რასაც ჰადისია ხალხი არ გაჩერდება დაგვიანებას პირველ რიგშიო حتى يخلفهم الله في النار სანამ ალლაჰი არ ჩააგდეს მან არ დააყენებს მაგათ მდგომარეობას ჯოჯოხეთშიო მაგრამ ეს ბოლო ნაწილი ძმებო ფინარ ჯოჯოხეთში არა ეს სახიხი არის რომელიც არის მაქამდე حتى يخلفهم الله სანამ ალლაჰი არ დააკეთებს ისე რომ მაგათ დააგვიანდებათ რაში საზრდიგზმებო სანამ როცა მორწმუნე ადამიანი თუ ყოველთვის განზრახულად აგვიანებს პირველ რიგში ჯუმა ლოცვა ჯამაათით ლოცვა და სპეციალურად აგვიანებს და არ უნდა პირველ რიგებში ლოცვა ალლაჰი როგორ აკეთებს რომ როცა მაგას უნდა რაღაცა ხერიან საქმეს გაკეთება მაგალითად გაკვეთილია სიტყვაზე ან რაღაცა ხერიანი საქმე
ალლაჰი აკეთებს ისე, რომ იმ ადამიანს მერე არ შეუძლია წასვლა იმ კაი გაკვეთილებზე. სიტყვაზე მოხდება ეგრე, რომ შეიძლება შენ ეთქვი ძმას, ძმა მოდი გაკვეთილებზე, ჩვენ უკვე მე-11 გაკვეთილზე ვარ, უკვე 100 ჰადისი გავიარეთ მაგალითად, რომ შენ რამდენი გაიარა და შენ მაგას ეუბნები, ახი ერთი ჰადისი არ გავიარე ჯერ. რის გამო? შეიძლება იმის გამო იყოს, რომ შენ აგვიანებდე ლოცვაზე, სპეციალურად განზრახულად. არ დგებოდი პირველ რიგებში. და ეს მაგის დაჭრა რა არის ალლაჰ აზზავაჯალ როგორ აკეთებს, რომ ადამიანს როცა უნდა მერე უკვე წინ წასვლა გინ დუნიაში, გინ რელიგიაში, უკვე ვერ მიდის წინ. ამიტომ ეს არის ძმებო, როგორც თქვენ ალიმები ცოდვა. როცა ალიმ შეუძლია პირველ რიგში ლოცვა და მაგას არ აკეთებს. ალლაჰმა ბარაკა მოხდეს ძმებო. ამინ ხერხან დაელა.